გასაგებია დედა, მაგრამ მამა მაინც არის მამა. კიდევ ერთჯერ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, ხვალიდან შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს ყოფილი პატიმარი ყველა მოვა ხვალიდან აქ ან მისი ოჯახის წევრები. დასათვალიერებლად და მე ვეცდები ყველანაირად რომ ხელი შეუწყო და დავათვალიერებიო ციხეში გაკეთებული ნივთები. ხვალიდან ველოდები ძალიან ბევრ ადამიანებს, რომლებიც აი ამას დაათვალიერებენ. რა სიტყვი მარი? მსგავსი რამე გაგიგია? არა, მე ხო გეუბნები დღეს დილიდან რომ დავიწყეთ ამ ყველაფრის მომზადება. მადლობა ჩვენს გუნდს, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ხარში დაგვიჯდენ და ძალიან მოკლე დროში ეს ყველაფერი გამართეს და გამოიტანეს საჩვენებლად. ბატონო გევა, დაგისვამთ იმ კითხვას აუცილებლად. მე წერა გკითხეთ ამ ყველაფერს რომ უყურებთ ძალიან მაინტერესებდა. ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. თქვენც, ანუ მე ფენომენალურად გენიოსი ადამიანი ხართ და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, მაგრამ მე გკითხეთ, ანუ ციხეში რომ შეხვედით, მაშინაც ესეთი იყავით თუ ციხეში ჩამოყალიბდით ესეთ ადამიანად? უყურე, ციხეში როგორ იყო? ციხეში მე ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ, ისე არ გავჭირებულ ვარ და ციხეშიც ტყუილა რო ვიყავი ეს შენ სისი და ძალიან ბევრმა თქვა. ნამდვილად. მაგრამ ამის დროც მოვა. ტყუილად არ ყოფილხართ ბატონო გევა, მუზეუმი შექმნით. გაირკვევა. მაგრამ რა მასწავლა ციხე? რაც მთავარია ციხე მის მასწავლა. ციხე მასწავლა მოთმინება. თორე მე ისეთი დედის გაზრდილი ვარ. ნამდვილად. მანამდეც ჭკვიანი ვიყავი. დღესაც ჭკვიანი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ჭკვიანი ვიქნები. რატომ იცი? მე აი ამ ქალს, რომელსაც დედა ქვია, არ შევარცხნე. ჯერ მე არ მახსოვს რომ ჩემთვის დედაზე ვინმეს შეეგინებიოს. დედა ჩემის ერთ-ერთი ის იყო პატარა ფურცელზე დაწერილი დამხვდა ხო, მე რო წავიკითხე ნახე რომ და იქ რაღაცები ისეთი რამე ეწერა, არ მინდა მაგას რომ დაუბრუნდე. თავარი დედა თქვენი მარტო ამის გამო იამაყებდა იქიდან ნამდვილად. ეს რო ნახეს ციხეში ხელმძღვანელობამ, აი ცრემლები მოდიოდათ, იმიტომ რომ ისინი ადამიანები არიან, ხო? და ყველანაირად პატრიქსემენ ციხე არ არის ახლა ის რომ ჩაკეტილი იყო და რაღაცა თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ყველანაირად საშუალება გეძლევა რომ ყველაფერი გააკეთო. კიდევ ერთჯერ ვაჩვენოთ, არის ახლოდან ეს არის ჩვეულებრივი პატიმრების გაკეთებული. კიდევ შეხედეთ, ეს არის ყველაფერი ჩვეულებრივი